რომელ პოლიტიკოს ენდობა საზოგადოება ყველაზე მეტად და ვის აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით კითხვაზე მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გამოკითხულთა 91%-ის დადებით დამოკიდებულებას პატრიარქი ემსახურებს ყველაზე მისაღები პოლიტიკური ლიდერის პოზიციას კი წინა შედეგების მსგავსად ირაკლი ალასანია 60%-ით ინარჩუნებს. უფრო ცლად მირიან გორგოძე ისაუბრებს თემის შედეგებზე დაწვრილებით მირიან გისმენთ. უნდა ითქვას, რომ კვლევის შედეგების მიხედვით ქვეყანაში მთავარ ძალად, პოლიტიკურ ძალად კვლავ რჩება კოალიცია ქართული ოცნება, ხოლო კოალიციის ლიდერები მოწონების მაჩვენებელში კვლავ, ასე ვთქვათ, წამყვან პოზიციებზე არიან, მაგალითად შეკითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 42%-მა სწორედ ქართული ოცნება დაასახელა, ნაციონალური მოძრაობის მოწონების მაჩვენებელი 11%-ია, თუმცა გამოკითხულთა 51% ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირაკლი ალასანია არის და ლიდერობს პოლიტიკურ ლიდერებში, ირაკლი ალასანია ასევე ლიდერობს მინისტრების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებში, ბუნებრივია კვლევაში ასახულია სხვა მონაცემებიც, რომელთა შესახებ უკვე შეგიძლიათ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყოთ. Როგორი იყო საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით. კითხვაზე პასუხს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა ცემს. კვლევის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების მოწონების მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია. მოწონებების მაჩვენებელში ლიდერობას კვლავ პატრიარქი ინარჩუნებს 91%-ით. პოლიტიკურ ლიდერებში კი წინა გამოკითხვის მსგავსად პირველ პოზიციაზე 60%-ით ირაკლი ალასანიაა. საკმაოდ მაღალი 10%-იანი კვლევა აქვთ მონაცემებში პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. დავით ბაქრაძე კი კვლავ ყველაზე მოწონებადი ოპოზიციური ლიდერია. მისი მაჩვენებელი 48%-ია. გამოკითხულთაგან ამდენივეს მოსწონს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც წინა კვლევის შედეგებთან შედარებით 2%-ით დაწინაურდა. 4%-ით არის გაზრდილი ასევე თბილისის ახლად არჩეული მერის დავით ნარმანიას რეიტინგი. ქართული ოცნების ლიდერები NDI-ის სხვა კვლევების მსგავსად ამ მონაცემებსაც არ ენდობიან. რეიტინგი არ არის ჩემთვის თვითმიზანი, რეიტინგი რა თქმა უნდა მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ მუშაობს და თუ ის ადამიანი, მაგრამ ჩვენთვის თავარია რომ საქმე რომელიც გავაკეთოთ და აქედან გამომდინარე ვაპირებთ რომ მეტი საქმე გავაკეთოთ და შესაბამისად ეს აისახოს რეიტინგებში. გაუგებარია მეთოდოლოგია თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, კვლევებს გულისხმობ, რა მეთოდოლოგიით აკეთებენ ამ ყველაფერს. არ არის გამჭვირვალე ეს პროცესები და ზოგადად NDI-ის კვლევებს რაც შეეხება ჩვენ თუ გადავხედავთ განვლილ წლებში თუნდაც გავიხსენოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევები. მინისტრთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებშიც. მას მოსდევენ კოლეგები დავით სერგეენკო და მაია ფანჯიკიძე, რომელთა საქმიანობას დამაკმაყოფილებლად 22% მიიჩნევს. მინისტრთა ჩამონათვალში შემდეგ პოზიციას თია წულუკიანი იკავებს 21%-ით, ხუთეულს 20%-იანი მოწონების მაჩვენებლით კახი კალაძე ასრულებს. კლების ტენდენცია არის შენარჩუნებული ინსტიტუციების მოწონებების მაჩვენებელშიც. გამოკითხულთა უმრავლესობა დამაკმაყოფილებლად კვლავ ჯარის, პოლიციისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას მიიჩნევს. რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებს, პატრიარქის შემდეგ ყველაზე მოწონებადი ლიდერი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. აღსანიშნავია, რომ მათი მოწონების რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით 7-10%-მდე შემცირებულია. პირველი 10 ყველაზე პოპულარული ლიდერიდან მხოლოდ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მაჩვენებელი არის შეცვლილი და აპრილთან შედარებით იგივე დარჩა. 4%-ითაა გაზრდილი თბილისის მერის დავით ნარმანიას რეიტინგი. დამატებითი კითხვები არ აქვთ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მისამართით ნაციონალურ მოძრაობაში, რომელთა პარტიას მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოკითხულთა 51% მიიჩნევს. ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, მაგალითად ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის კოალიციას მოწონების მხოლოდ 5% აქვს, საქართველოს პატრიოტთა ალიანს 4%. კოალიცია ქართული ოცნება კი წამყვან პოლიტიკურ ძალად რჩება. გამოკითხულთა 42%-ის აზრით ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან სწორედ ქართული ოცნება დგას. მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც არც ერთ პარტიას არ ენდობიან, მათი რიცხვი 30%-ია. ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი კი 11%-ში ადგენს.
რაც შეეხება იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი არის გაზრდილი, ჩვენ საკმაოდ კარგად გვყავს გასცნობიერებული, ისე ჩვენ გაცილებით მეტი მუშაობა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ნდობა დავიბრუნოთ და შემდეგი არჩევნები მოვიგოთ. არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება კვლევის მიმართ და აბსოლუტური სანდოობა, იმიტომ რომ ყოველთვის ზოგადად ასახავს ტენდენციებს და ამავე დროს ვინც ატარებს კვლევებს, არა დამკვეთი, არამედ შემსრულებლები და ზოგადად ტექნოლოგია, კითხვის დასმა და შემდეგ ბევრი რამ იწვევს კითხვის ნიშნებს. იმ მონაცემებით, რომელიც უკვე გაჟღერდა, რომელშიაც გამოიკვეთა ის პოზიცია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ მოსახლეობის განწყობა არის მნიშვნელოვანწილად შემცირებული, აი ამას ვთქვათ, რომ ეს არის სარწმუნო მონაცემი, ძალიან რთული იქნება. განსხვავებული ინტერპრეტაციები აქვს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევისადმი ქართველ ექსპერტთა ნაწილს, რომელთათვის გაუგებარია ის მეთოდოლოგია, როგორ აწარმოებს NDI გამოკვლევებს. პოლიტოლოგ რამაზ აყვარელიძის აზრით, NDI იმ შედეგების მიღებას ცდილობს, რაც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია. ნაციონალური მოძრაობის ინტერესი ხო იქნება გარდა საკუთარი თავის წარმოჩინებისა მეტოქის ჯგუფში დაპირისპირებების შეტანა. ეს რეიტინგები ხო მაგას ემსახურება. კვლევის ნდობის ხარისხი ვფიქრობ, რომ არც ისე მაღალია და ალბათ პირველ რიგში NDI-ს ურჩევდი, რომ შემდეგი კვლევის შემომზადების დროს უკვე იმუშაოს პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. განსხვავებული მოსაზრება აქვს ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის თაობაზე ამერიკის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორმანს. ის NDI-ის კვლევას დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. ვფიქრობ, ეს ციფრები ნორმალური დემოკრატიული დისკუსიების ნაწილია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველო, რა თქმა უნდა, შედეგებს განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა და ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დებატებს. ჩემი აზრით, ზოგადად, ამ კვლევებმა აჩვენა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ასევე უკანასკნელი არჩევნების დადებითი შეფასება და ის, რომ ეკონომიკა და დასაქმება მთავარი ეროვნული პრიორიტეტია. არ ამგონია, რომ ამ შედეგებით ვინმე გაკვირვებული დარჩეს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში ასახულია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათი დამოკიდებულება დემოკრატიის, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია. კვლევაში ასევე ასახული იყო მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შეფასების მაჩვენებელი და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო მონაცემები დაფიქსირდა. მაგალითად, 50% გამოკითხულთა ამბობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი გააკეთებს იმას, რასაც მას საკუთარი პოლიტიკური პარტია უბრძანებს და მხოლოდ 35% მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობის და ამორჩეველთა ინტერესებს გაატარებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რესპონდენტების 55%-მა საერთოდ არ იცის, ვინ არის მისი ოლქის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი. კვლევის შედეგებზე მირიან გორგოძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.